სასჯელის მუხტის ახალი ფორმა შინა პატიმრობა ანგარიში ბიუჯეტის შესრულებასა და 2015 წლის რთველის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. საკადრო ცვლილებების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე დღეს პირველად შეიკრიბნენ. დღის წესრიგით დღეს 40 საკითხს განიხილავენ. მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნათია ქენქაძე. ის ახლა მომბის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნათია, გისმენთ. მთავრობის სხდომა ამ დრომდე გრძელდება. მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე დახურულ კარს მსჯელობენ წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, თუმცა რამდენიმე თემა მათ განიხილეს ღიად. მთავრობის წევრებმა ფინანსთა მინისტრისგან მოისმინეს ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში. ნოდარ ხადურის ინფორმაციით მაჩვენებლები არის დამაიმედებელი და ბიუჯეტის ყველა მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით არის გაუმჯობესებული. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ასევე რთველის მოსამზადებელი სამუშაოებითაც და მიიღო ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრისგან. ოთარ დანელიას განცხადებით რთველი დაიწყება დედოფლის წყაროს რაიონიდან. მისი თქმით რეგიონში უკვე ყველაფერი მზად არის, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფები და შტაბები. აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200.000 ლარი, რაც წლიური გეგმის 66%, 9 თვის გეგმის 89%. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს მაჩვენებელს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11%-ით აღემატება. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 823 მილიონი ლარით აღემატება. იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%-ია. მადლობა. და რთველზე თუ შეიძლება როგორ გითხრათ? რთველთან დაკავშირებით ჩვენ სავარაუდო სამდაწყაროდან უკვე დავიწყებთ. რამოდენიმე ქარხანამ უკვე თავისი რთველი დაიწყო პრინციპში და დღეს-დღეზე ველოდებით რომ დაიწყება მთელს რეგიონში. შტაბი შექმნილი გაქვთ? რა თქმა უნდა, შტაბი შექმნილია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია თვალყურის დევნება თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს, უკავშირდება სასჯელის მუხტის ახალ ფორმას, შინა პატიმრობას, რაც გათვალისწინებული არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით. სასჯელხსნების მინისტრმა მოითხოვა მთავრობისგან 520.000 ამერიკული დოლარის გამოყოფა, რათა შეიძინონ ელექტრონული სამაჯურები, რომელთაც თავდაპირველად არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ, რასაც პრემიერის ხუმრობა მოყვა. მთავრობის მეთაურმა მიმართა მინისტრს, რომ შემდეგ ეტაპზე ასეთი სამაჯურები უკვე მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის შეიძინონ. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ გთხოვთ, რომ მოგცეთ უფლება შევიძინოთ 200 ერთეული შინა პატიმრობისთვის შესაბამისი სამაჯური თავის სერვერებით, მომსახურეობით. ეს ჯდება 520.000 ამერიკული დოლარი. ჩვენ პირველ ეტაპზე დავიწყებთ ამას არასრულწლოვნებისთვის და შემდგომში უკვე ყველაზე ძვირად ღირებული არის სერვერი და მომსახურეობა. აი როგორც კი ეს ამ სერვერს ვყიდულობთ, შემდგომში უკვე გადავალთ ამ შინა პატიმრობის უზრუნველსაყოფად უკვე პოლიტიკოსებს. კი ბატონო. მადლობთ. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დაიწყეთ თქვენ ბატონო გოგა და ეს იქნება ახალი ეტაპი უკვე მართლმსაჯულების სფეროში. სხდომაზე დღეს ასევე ისაუბრეს ჰუდონჰესთან დაკავშირებითაც. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით საუბარი მიმდინარეობს 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე და ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება ჰუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიას 3 თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს საქართველოში. მადლობა ნათია, ეს ნათია ქენქაძე იყო.